არსებობს სისხლის სამართლის ჩვენს წინაშე განზრახ თუ ახსნა განმარტების მოცემისთვის, ანუ განზრახ არასწორი ფაქტების მოწოდებისათვის, ასევე შეკითხვებზე თავის არიდებისათვის, ან შეკითხვაზე უარის პასუხზე უარის გაცხადებისთვის. ის რომ მე ეს ყველაფერი თქვენ გითხარით და რომ თქვენ ეს მოისმინეთ, ამის დასტურად გთხოვთ თქვენს ხელმოწერას თქვენს წინ მდებარე ფორმულარზე, რის შემდეგაც უკვე დავიწყებთ თქვენს მოსმენას. ბატონო როინ, თქვენ თუ გქონდათ შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ტრანსლაციით გადაიცემოდა და ბატონი ჯემალ ლეონიძისთვის გესმინათ. თუ ეს ასეა, მაშინ ალბათ ძალიან მოკლედ თავისუფალი თხრობის რეჟიმში რომ გითხრათ, რა გაქვთ ჩვენთვის ამ საქმესთან დაკავშირებით სათქმელი და დიდი მადლობა რომ მობრძანდით და თქვენი საადვოკატო საქმიანობის დრო დაგვითმეთ და მალევე გადავიდოდით კითხვა-პასუხზე. როგორც თქვენ გირჩევნიათ, ისე მოვიქცევით. მე მოვისმინე ბატონ ჯემალის გამოსვლა, უნდა განვაცხადო, რომ მე ეს არაერთხელ მომისმენია მისგან უშუალოდ შეხვედრების დროს და ჩემთვის ეს ყველაფერი ცნობილია, რასაც ბატონ ჯემალი ყვებოდა. გარდა იმ საკითხების, რაც მის სისხლის სამართლებრივ ნაწილს შეეხება, იმიტომ რომ მე არ ვარ სისხლის სამართლის ადვოკატი და ამიტომ მის თემები, რაც სისხლის სამართალთან, მის დაპატიმრებასთან იყო დაკავშირებული, ეს ჩემთვის უცნობია. მე შემიძლია მოგახსენოთ უბრალოდ ის მაგნატთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც ჩემთვის ცნობილია, განსაკუთრებით მაგნატის გაკოტრებასთან დაკავშირებით. ბატონ ჯემალს მე 2000-იანი წლების დასაწყისიდან ვემსახურები მის კომპანიებს უწევდი საადვოკატო მომსახურებას, ძირითადად ეს იყო საგადასახადო დავები, ადმინისტრაციული დავები და შემდეგ უკვე მაგნატთან დაკავშირებით აქტიურად ვიყავი ჩართული, ვინაიდან მაგნატის გაკოტრება, რადგანაც მე ამ დარგის სპეციალისტი ვარ, უშუალოდ ბატონ ჯემალი ჩემგან იღებდა კონსულტაციებს, მაშინაც კი, როდესაც ის დაპატიმრებული იყო, ვინაიდან იქიდან გარკვეულწილად ითხოვდა რაღაც საქმედებების განხორციელებას პროცესზე, გაკოტრების წარმოების დროს, რომ მაგნატი რაც შეიძლება გვიან ამოშლილიყო რეესტრიდან, ანუ მალევე არ გაკოტრებულიყო, მისი მოთხოვნა ეს იყო, ვინაიდან მაგნატს როგორც ის ამბობდა, გააჩნდა ქონებები, გააჩნდა ფულადი სახსრები და საჭირო იყო, რომ გაკოტრების მმართველებს, უნდა ითქვას, რომ მაგნატის გაკოტრების წარმოებას 3 მმართველი ახორციელებდა იმ პერიოდში. თავიდან იყო მეურვე, შემდეგ გაკოტრების მმართველი და ბოლოს, როდესაც კანონში შევიდა ცვლილება, საუბარია 2007 წლის კანონზე, გადახდის უნარობის საქმეთა წარმოების შესახებ, საახსრულებო ბიურო ჩაერთო როგორც მმართველი და საახსრულებო ბიუროსაც, ასე ვთქვათ, ეკისრებოდა ის ვალდებულება, რაც ზოგადად მმართველებს ეკისრებოდათ და საუბარი იყო ქონების სრულად მოძიებაზე, რომელიც სამწუხაროდ არ მოხდა და მაგნატი, უფრო ზუსტი ვიქნები, მაგნატი 2006 ასე ერქვა ამ კომპანიას, ვინაიდან 2006-ში შეიქმნა. მაგნატი 2006 ისე ამოშალეს, ისე მალე დაასრულეს მისი გაკოტრების საქმის წარმოება, რომ მისი სრული ქონება არ იქნა მოძიებული ბოლომდე. ერთი ეპიზოდი, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შემსწრეც მე ვიყავი, ბატონმა ჯემალმა შემოგვითვალა, რომ იქ როდესაც დასრულდა და ანგარიში წარადგინა გაკოტრების მმართველმა, ბოლო მმართველი აღარ მახსოვს, ალბათ საახსრულებო ბიურო იყო აღმასრულებელი. მოგეხსენებათ კანონის თანახმად, როდესაც სრულდება გაკოტრების საქმის წარმოება, სასამართლო იღებს განჩინებას დასრულებისა და მისი რეესტრიდან ამოშლის შესახებ. და კანონში იყო ასეთ ჩანაწერი, რომ 15 დღით შეეძლო სასამართლოს გაეხანგრძლივებინა ქონების მოძიების საკითხი, მხოლოდ 15 დღით. და ბატონმა ჯემალმა მთხოვა, რომ მე ეს შუამდგომლობა დამეყენებინა, ეს შუამდგომლობა დავაყენეთ 15 დღით სასამართლომ გააგრძელა წარმოება, თუმცა ეს 15 დღე უშედეგოდ ამოიწურა, ვინაიდან სხვა ქონებები მაინც ვერ იქნა მოძიებული და სასამართლომ მიიღო საბოლოოდ გადაწყვეტილება, განჩინება
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და შპს მაგნატი 2006-ის რეესტრიდან ამოშლის შესახებ. მაგრამ პარადოქსი ის იყო, რომ ეს განჩინება, რომელიც 2012 წელს იქნა მიღებული, მაშინვე არ აღსრულდა, იმიტომ რომ რაღაცა შეცდომა დაუშვა სასამართლომ თუ რა მოხდა ვერ გეტყვით, 2 წლის განმავლობაში აღნიშნული განჩინება რეესტრში არ იქნა მიტანილი, იმიტომ რომ განჩინება როცა რეესტრში წარედგინება, მხოლოდ ამის შემდეგ ამოშლიდა რეესტრი იმას მაგნატს იმიდან მონაცემებს წაშლიდა. მოხდა ისე, რომ 2014 წელს უკვე ესა მაგნატი ისევ აგრძელებს არსებობას. ბატონ ჯემალ ლეონიძე თუ არ ვცდები 2013 წელს გამოდის ციხიდან და ხედავს რომ მაგნატი ისევ რეესტრშია. მან გადაწყვიტა რამდენიმე ტრანზაქცია განეხორციელებინა, მაგალითად დირექტორი შეცვალა, ვიღაცას წილი დაუთმო თუ რაღაცა, ამით განამტკიცა ის რომ მაგნატი რეესტრში ისევ სრულფასოვანი სუბიექტია. და მაგრამ რაც თავარია, დაიწყო დავა იმ მართველების წინააღმდეგ, რომლებმაც მისი აზრით ქონებები ბოლომდე ვერ მოიძიეს და ზიანის ანაზღაურების სარჩელი შეიტანა სასამართლოში უკვე როგორც მაგნატმა. ანუ მაგნატის მიმართ გაკოტრების წარმოება მართალია დასრულებულია, მაგრამ რადგანაც სუბიექტი არსებობს, ის როგორც პროცესუნარიანი სუბიექტი შედის სასამართლოში სარჩელით. მოხდა ისე, რომ აღნიშნული საქმე, ეს სამოქალაქო საქმე მოხდა იმ მოსამართლისთან, რომელმაც გამოიტანა ეს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ და ნუ მოსამართლე მიცოდა რომ მან დაასრულა ეს საქმე და ამიტომ მისთვის გასაკვირი იყო რომ ისევ მაგნატი ჩივის, ის მაგნატი რომელიც მან გააკოტრა. ამიტომ სასამართლო მაშინ შეწყვიტა საქმის წარმოება, რომელიც ჩვენ კერძო საჩივრით გავასაჩივრეთ, ვინაიდან სუბიექტი არსებობდა და შეწყვეტა არასწორი იყო და წავიდა ეს კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლომ უკან დაუბრუნა მოსამართლეს და დაავალა რომ განიხილე ეს საქმე. ანუ ზიანის ანაზღაურების საქმე მაგნატისა განიხილეო. ამის შემდეგ მოსამართლემ ეს განჩინება თავისი თანაშემწის ხელით წაიღო რეესტრში და რეესტრმა ამოშალა მაგნატი სარეგისტრაციო მონაცემები წაშალა და ამის შემდეგ უკვე კანონიერად შეწყვიტა ეს საქმის წარმოება, ვინაიდან სუბიექტი არ არსებობდა. ამის შემდეგ უკვე ბატონ ჯემალი იწყებს როგორც 75% წილის პარტნიორი მაგნატის სასამართლოში დავას, თუ არ ვცდები ეს სარჩელი 2017 წელს აღიძრა, იმისათვის რომ მაგნატი ისევ ესე იგი რეესტრში გაცოცხლებულიყო, ჩვენ ამას იურისტები ხელახალ გაცოცხლებას ვეძახით, რაც იმას ნიშნავს, რომ რეესტრში აღდგენილიყო და შემდეგ როგორც სრულყოფილ სუბიექტს გაეგრძელებინა დავა თავის ქონებებთან დაკავშირებით. მე ხლა ამ დავის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს არის მოქმედი დავა, აღნიშნული დავა ავიდა უზენაეს სასამართლოში, უზენაესმა სასამართლომ გარკვეული მითითებებით დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს და დღეს 27 მარტს არის ამ დავის გაგრძელება, შეიძლება გამოცხადებაც და რა ვიცი, იმედი გვაქვს რომ სასამართლო შპს მაგნატ 2006 რეესტრში აღადგენს, რითაც მას მისცემს შესაძლებლობას გააგრძელოს თავისი ქონებების ირგვლივ დავა. ბატონმა ჯემალმა NSK-ს ახსენა ნავთობ კომპანიების სადისტრიბუციო კომპანია NSK. უბრალოდ NSK-სთან დაკავშირებით მე მონაწილეობა მივიღე მხოლოდ სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადებაში, ის სააქციო საზოგადოების წესდება, დამფუძნებელთა კრების სოქმი და ასე შემდეგ, ჩემი მომზადებულია და ის დარეგისტრირდა როგორც ასე ვთქვათ სუბიექტი. დანარჩენი NSK-სთან დაკავშირებით იყო შეხვედრები, მე მახსოვს შეხვედრები წყალსადენის ქუჩაზე ბატონ ჯემალის ოფისში, სადაც NSK-ს დამფუძნებლები იკრიბებოდნენ, ბატონი გიორგი ასლანიკაშვილი მოდიოდა იქ და ერთი რაზეც მინდა აქცენტი გავაკეთო, რაც ასე ვთქვათ ჩემს თვალწინ მოხდა ის სცენა მინდა აღვიდგინო, ეს იყო TBC ბანკში, როდესაც უკვე ბატონ ჯემალი დაპატიმრებულია და მისი აი მაგნატის წილის გადანაწილების ერთი ეპიზოდია, როდესაც TBC ბანკმა მოამზადა შეთანხმება თავისი იურისტების მეშვეობით და ამ შეთანხმების ახლა თუ
დეტალებს ზუსტად გავიხსენებ, ამ შეთანხმების თანახმად 5% უნდა დარჩენოდა მაგნატს, უпроსორად მაგნატს არა, მაგნატის ერთ-ერთ სუბიექტს, რომელზეც წილი ქონდა გადანაწილებული, თუ არ ვცდები ბატონი ბუჩუკური იყო ასეთი, ვიზეც იყო ეს 5% რეგისტრირებული, მე მგონი ეს ბოლო 5% იყო, იმიტომ რომ დანარჩენი პროცენტები უკვე გადანაწილებული ქონდა და TBC ბანკმა მოამზადა შეთანხმება ამ 5%-ის გადაფორმებასთან დაკავშირებით, როგორც აღარ მახსოვს რის სანაცვლოდ, რატო უნდა გადაეფორმებინა ბუჩუკურს აღნიშნული და ბოლო 5% კონკრეტულად TBC ბანკის წარმომადგენლებისათვის უშუალო TBC ბანკი მე მგონი არ ფიგურირებდა და მიდიოდა დისკუსია, ამ დისკუსიაც მეც ვესწრებოდი TBC ბანკში, როდესაც მე ვცდილობდი ყველანაირად რომ ეს 5% მაინც შენარჩუნებულიყო და არ მომხდარიყო ამ 5%-ის დათმობა. მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდეგ შემოდის ამ მოლაპარაკების ასე ვთქვათ ოთახში ბატონი ბუცხრიკიძე და ულტიმატუმს აყენებს რომ თუ ეხლა ამ შეთანხმებას თქვენ ხელს არ მოაწერთ, მოკლედ ჩაიშლება ეს მოლაპარაკება და ეს 5%-იც არ დაგრჩება თუ რაღაც აღარ მახსოვს 5%-ამდე დადიოდა წილი თუ ეს 5%-იც უნდა გასხვისებულიყო, ყოველ შემთხვევაში ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ იყო ამ მოლაპარაკებას ესწრებოდა ბუჩუკური, იურისტი, ბანკის იურისტი, აღარ მახსოვს კიდევ ვინ იყო იქ, მაგრამ შემოსვლა ბატონი ბუცხრიკიძესი ეს ფაქტი იყო, რაც ჩემ თვალწინ მოხდა და მან ეს ულტიმატუმი წამოაყენა და ჩვენი ძულებული გავხდით, რომ ასე ვთქვათ იმ მოლაპარაკება ისე დაგვესრულებინა, როგორც TBC ბანკის წარმომადგენელს სურდა. აი ეს იყო ჩემი შეხება ძირითადად TBC ბანკთან, დანარჩენი მე ძირითადად მაინც საპროცესო და საადვოკატო მომსახურებაში ვიყავი ჩართული სასამართლოებში ბატონ ჯემალთან მიმართებაში. დიდი მადლობა. გადავიდეთ ალბათ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, ვის სურს ბატონი გურამი, ბატონი ალეკო, ბატონი პაატა. გამარჯობათ ბატონ როიმ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. აი ამ ეპიზოდთან მექნება კითხვა, როცა თქვენ თქვით, რომ როდესაც TBC ბანკში იყო შეხვედრა შეთანხმებასთან დაკავშირებით და ეს ის პერიოდი, როდესაც ბატონი ჯემალი იმყოფება საპატიმროში და საუბარია ამასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს წილების გადაფორმება. რომ 5% დარჩება რომელიღაც ამ პიროვნებას და დანარჩენი უნდა გადაფორმდეს. ახლა თქვენ ადვოკატი ხარ და არ შეგეშლებათ ეს, როდესაც შეხვედრაზე ერთ-ერთი მხარე თავის პირობებს აყენებს, როგორ აყენებს, რა შეიძლება იყოს ამის უკან და ასე შემდგომ. ჯერ ერთი ის ფაქტი თქვენი, აი როგორც ადვოკატის პოზიცია მაინტერესებს, რომ ბანკი, კომერციული ბანკი, რომელიც აფორმებს შეთანხმებას წილის გადაფორმებაზე იმ ადამიანთან, რომელიც იმყოფება საპატიმროში, რომელსაც არ აქვს გადახდილი თანხა თუნდაც იმ წილისთვის, რაც შეიძინა 25%, როგორც ბატონი ჯემალი ამბობს. TBC ბანკმა შეიძინა მისი წილი და იმის ნახევარი დაპირდა და ისიც არ გადაუხადა. ამ შემთხვევაში თან შემოდის გენერალ-დირექტორი და იმ დარჩენილი წილი რაც არის, იმის გასხვისებაზე საუბრობს და თან ულტიმატუმს აყენებს, რომ თუ ესე არ მოხდება, როგორც TBC ბანკს სურს, მაშინ ის წილებიც არ დარჩება, რაც შეიძლება დარჩეს ამ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში. აი თქვენ სამართლებრივად გასაგებია, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი, მაგრამ რა შეიძლება დაგჭათ, რომ ამ შემთხვევაში გენერალ-დირექტორი ამ ბანკის თვითონ დამოუკიდებლად მოქმედებდა მას კომერციული ბანკის დირექტორს რა ბერკეტი შეიძლება ქონოდა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოაწერდა ხელს ბატონი ჯემალი ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი, კომერციული ბანკის დირექტორი რანაირად არ დაუტოვებდა წილს, მაგალითად რაც ქონდა. ანუ ამ შეთანხმებას ხელს თუ არ მოაწერდა, რა ბერკეტი შეიძლება ქონოდა ეხლა კომერციული ბანკის დირექტორს, ანუ რისი მუქარის საშუალება ქონდა. ანუ უბრალოდ როგორც აი ადვოკატს თუ გაგიჟდათ ეს შეგრძნება, რომ მის უკან როგორც ჩანს რაღაცა ძალები იყვნენ, რომლის ასე ვთქვათ იმედადაც ბატონი ბუცხრიკიძე აი ამ ულტიმატუმს აყენებდა. მადლობა.
იცით როგორ არის ახლა რა თქმა უნდა გარკვეული შეფასება შეიძლება ადვოკატმა გააკეთოს და ეს შეფასება მან თავის თავში გააკეთოს, მაგრამ იმ მომენტში ბატონ ჯემალისგან მქონდა ასე ვთქვათ მოთხოვნა მითითება რომ რამენაირად ჩვენ ეს 5% ამ 5%-ზე ყოფილიყო საუბარი და შეგვენარჩუნებინა. ანუ ყველანაირი, ანუ მე მქონდა ჩემი ასე ვთქვათ კლიენტისაგან მითითება რომ ამ 5%-ის ირგვლივ ხარ რა პირობებში მოხდებოდა და როგორ ახლა თვითონ შეთანხმება შედგენილი იყო თბილისის ბანკის მიერ. ეს შეთანხმება მე მგონი წინასწარ გაცნობილი იყო, შეგზავნილი ჰქონდათ ციხეში ჯემალთან და ჯემალისთვის ცნობილი იყო თუ არ ვცდები ამ შეთანხმების პირობები, იმიტომ რომ ბატონ ჯემალი უფრო ისე საუბრობდა რომ მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო. და მით უმეტეს მისი წარმომადგენელი ბატონი ბუჩუკური ესწრებოდა ასე ვთქვათ მის სახელზე იყო ეს 5% და შეიძლება დავაზუსტო ბატონო პირველ რიგში მოგესალმებით და გიდასტურებ ჩემს პატივისცემას, მადლობა რომ მომწანდით. თუ სწორად მახსოვს ბატონმა ჯემალმა ბრძანა რომ მისი ნდობით აღჭურვილ პირზე იყო 25% არჩენილი და მე თქვენ რასაც ახსენებთ 5%-ს მანდ იყო აი ეს წყალსადენის ქუჩაზე შეხვედრასთან დაკავშირებით მან ახსენა რომ ასლანიკაშვილი კონფლიქტური ვითარება შეიქმნა და ითხოვდა 20%-ის გადაფორმებას და ბატონ ჯემალს რჩებოდა მხოლოდ 5% და 20% და მე როგორც თვითონ ახსნა ესე იგი ამ TBC ბანკში შეხვედრისა საუბარი იყო რომ იმ 20 თუ არ დათმობდა იმ 5-ს დაკარგავდა ანუ 25-ს მთლიანად დაკარგავდა ესე ხომ არ იყო რომ აღიდგინონ და გაიხსენონ ხო აი ვიცი რომ 5%-ზე იყო საუბარი აი ეს 5%-ის შენარჩუნებაზე თუ ანუ რაღაციდან 5%-ამდე და ასე ვთქვათ დასმა თუ პირიქით 5%-ის გამტკიცებაზე. ეხლა ეს ჩემთვის უბრალოდ მაგრამ 5% ნამდვილად მახსოვს ფიგურირებდა თვითონ იმ შეთანხმებაში და ესე ან დიდი ხნის წინ იყო დაახლოებით 14-15 წლის წინ მე მგონი. თქვენ თუ იცით აი თუ გახსოვთ ინფორმაცია თუ გაქვთ ბატონ ჯემალთან ვისაგზავნიდნენ საპატიმროში რომ აი თქვათ ეს შეთანხმება უნდა იყოს და არა მე მგონი სისხლის სამართლის ადვოკატები შედიოდნენ ბატონ ჯემალთან თავისივე ადვოკატები ახლა ესე კონკრეტულად არ ვიცი მაგრამ შეთანხმება რო ცნობილი იყო ჯემალისათვის ეს ვიცოდი მე შეთანხმების პროექტი როგორც მან თქვა ბატონი ბუთხეკიძის დანაბარები გადასცეს აი ზუსტად ის შეთანხმება რაც ამ ვერ გეტყვით კი ბატონო მადლობა მოგესალმებით ბატონო როი მე რამოდენიმე დროში მინდა დაზუსტება ბოლო მართველი იყო როგორც თქვენ ახსენეთ უკვე საახსრულებლო ბიურო ხო განათლების მართველი ვინ იყო მაშინ ახსრულების ბიუროს უფროსი ხომ არ გახსოვთ არ მახსოვს რომელი წლებია ეს არის ახლა გეტყვით სადღაც 2012 წლის პერიოდია უკვე და ნახეთ ის აღმასრულებლები მონაწილეობდნენ ანუ აღსრულების ბიურო იყო როგორც ორგანიზაცია და ეს ორგანიზაცია აგზავნიდა კონკრეტულ აღმასრულებელს მართველად და ვერ გეტყვით ვინ იყო მაშინ მოგესალმება თქვენ და ვიცით რომ ეს გაკოტრების პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს და თქვენ ახსენეთ რომ ეს მოხდა ძალიან მოკლე დროში მაინც რა დროში მოხდა ეს წარმოება გაიხსნა 2009 წელს მაგრამ ამ წარმოების სპეციფიკა იცით რა არის რომ არ შეიძლება წერტილის დასმა და დამთავრება წარმოების სანამ სრულად არ გადაწყდება ყველა სამართლებრივი საკითხი მათ შორის ქონებრივი საკითხი წარმოება დამთავრდა დაახლოებით 500,000 ლარის ქონება მოიძიეს თუ ფიულადის სახსრები რომელიც გადაეცა მხოლოდ პირველ კრედიტორს შემოსავლების სამსახურს და დანარჩენი კერძო კრედიტორები დარჩნენ დაუკმაყოფილებელნი ეს კერძო კრედიტორები მერეც დაობდნენ მაგნატთან დაკავშირებით მაგრამ ხელის შემშლელი რა იყო ვინ უშლიდა ქონების მოძიებაში ხელს თქვენ მოდი ასე ვთქვათ კანონიც იყო ძალიან ცუდად მოწყობილი 2007 წლის კანონი იყო ძალიან ცუდი კანონი რომელიც ცდილობდა რომ სწრაფად დამთავრებულიყო გაკოტრების წარმოებები და ქონებები სწრაფადვე გადანაწილებულიყო ძირითადი კრედიტორების ხელში და მაშინ ძირითადი კრედიტორები იყვნენ ბანკები შემოსავლების სამსახური ანუ კანონიც ცუდი კანონი იყო ქონდა იმ პერიოდში აი 15 დღიანი ვადა რაც მე ვახსენე როგორ შეიძლება კანონში ჩაწერო
რომ 15 დღეში უნდა მოიძიოთ ესა ყველა ქონება და დაასრულოთ წარმოება. როცა მაგალითად ჩვენ ხო გერმანულ მოდელზე ავაგეთ ეს კანონი, იქ ვადაც კი არ არსებობს, სანამ არ დაასრულებს და გაკოტრების მმართველი ნოლამდე არ დაიყვანს თავის ანგარიში, რომ მე ყველა ქონება მოვიძიე, ყველა ქონება გავყიდე, გადავანაწილე, დარჩა 0, მხოლოდ ამის შემდეგ მთავრდება გაკოტრების წარმოება. და აქ ბატონ ჯემალი ციხიდან იწერებოდა, ითხოვდა რომ ნუ დაასრულებთ, იმიტომ რომ ქონებები გვაქვს. ის ქონება, რაც ბატონმა ჯემალმა ახსენა, მისი ქონებებიდან გაყიდული თანხა სადაც სხვა ანგარიშზე რო განათავსეს. აი გაკოტრების მმართველებს უნდა მოეძიათ სწორედ ის ანგარიში, საწავი და ნასყიდობის თანხა. და ამ ანგარიშის მოძიების შესაძლებლობა არ დატოვეს და შესაბამისად გაკოტრების წარმოება ეს თანხა რომ შემოსულიყო გაკოტრების წარმოება დამთავრდებოდა შეწყვეტით, ანუ მაგნატი აღარ გაკოტრდებოდა, იმიტომ რომ ქონება საკმარისი ექნებოდა ყველა კრედიტორის გასასტუმრებლად. კი, იმიტომ მას ვკითხულობდა. ერთ კითხვასაც დავაზუსტებ, თქვენ ახსენეთ რომ გაკოტრება დამთავრდა 2012 წელს ოფიციალურად განჩინება. 2012 წელს თქვენ ხო არ გახსოვთ დაახლოებით, როცა განჩინება არ წავიდა ივნისში დამთავრდა 2012 წლის ივნისში და განჩინება მიიტანეს 2014 წლის მაისში. მთელი 2 წელი, ანუ ისევ ცოცხალი იყო, ასე ვთქვათ, მაგნატი როგორც სუბიექტი. კარგი, მანდ უკაცრავად დასრულეთ შენ. ეს რო დავაზუსტოთ, ვინ მიიტანა განჩინებას? ხო, ამას მე ვიყენებდი მე გასაჩივრების დროს, მიიტანა მოსამართლის თანაშემწე და მაშინ მე ვამტკიცებდი, რომ როგორ შეიძლება მოსამართლის თანაშემწე იყოს დაინტერესებული პირი, იმიტომ რომ საჯარო რეესტრის კანონის თანახმად დაინტერესებული პირმა უნდა შეიტანოს განცხადება და ეს ერთ-ერთი ჩემი არგუმენტი იყო ამის გასაჩივრებაზე. და ეს იმ მოსამართლის თანაშემწე იყო, ვინც თავის დროზე გაკოტრების საქმის წარმოება და ვინც მერე შეგვიწყვიტა ზიანის ანაზღაურების დავები. ერთი კითხვა მაქვს ბატონ როინ, ასეთი თქვენ როცა აწარმოებდით ამ გაკოტრების საქმეს, შეპესე მაგნატი 2006-ის. ჩვენ თვის ბატონ ჯემალისგან გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომ როცა შეიქმნა ეს სააქციო საზოგადოება NSK, მაგნატისა და NSK-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება $11 მილიონ, რითაც ეს აქტივები ბენზინგასამართ, ანუ ნავთობის ბიზნესთანაც იყო დაკავშირებული, გადაეცა NSK-ს. მე მგონი საწესდებო კაპიტალში უნდა შეტანილიყო. ნასყიდობა არ მახსოვს, უფრო მახსოვს რომ საწესდებო კაპიტალში. თუ საწესდებო კაპიტალში უნდა შეტანილიყო, თქვენ ახლა ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტი ბრძანდებით საქართველოში, ხო? თავისთავად აქტივი ქონება მხოლოდ მატერიალური ქონება ხო არ არის, აქ საუბრობთ აქტივებს. მაშინ NSK არ უნდა მომხდარიყო იმ საკუთრ უნდა გამხდარიყო, კი. NSK თუ გახდა არა, სხვა რამეს ვკითხულობ. ნახეთ, მაგნატის წინააღმდეგ დაიწყო გაკოტრება. NSK-ში თუ მაგნატმა საწესდებო კაპიტალში შეიტანა რაღაც ქონება, შესაბამისად ჩემი ვარაუდით საწესდებო კაპიტალში ვერ შეიტანდა, იმიტომ რომ თვითონ არ იყო NSK-ს აქციონერი. NSK-ს აქციონერი სხვადასხვა პირები იყვნენ. ჩვენ როგორც ვიცით, ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო. ნასყიდობის ხელშეკრულება თუ იყო დადებული, ეს მისაღები თანხაც, თუნდაც შემცირებული თანხა, რასაც ბატონ ჯემალი ამბობს 29.6 მილიონიდან 11 მილიონი ჩაწერეს. ეს ხო უნდა მიიღო მაგნატს ამ შემთხვევაში და ეს რატომ არ იქნა მოძიებული, ასე ვთქვათ, ეს რატო არ იქნა ჩართული აქტივების იმაში, ან დავა უნდა ეწარმოებინა, მიიღო, ამის გარეშე ხო ფიზიკურად ვერ უნდა დასრულებული იყო გაკოტრების პროცესი. ზუსტად სარჩელი რო ავზარით ჩვენ გაკოტრების მმართველების წინააღმდეგ, მე მახსოვს რომ $7 მილიონ ავზარით, რომ $7 მილიონ ზიანი მიაყენეს მათ, იმის გამო რომ ის თანხა რომელიც მაგნატში უნდა მოსულიყო არ მოვიდა და მათ ეს არ მოიძიეს. მე 7 მილიონი მახსოვს, მე ბატონ ჯემალი მიმტკიცებდა რომ 4 მილიონიანი სარჩელი იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე მილიონის მოთხოვნა ჰქონდა მაგნატს ამ მმართველების მიმართ. და ეს ის თანხა იყო სწორედ რომელიც არ მივიდა მაგნატში და რომელიც არ მოიძიეს მმართველებმა. და მათ შორის იმან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელიც ბოლო მმართველი იყო. ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელიც გაკოტრების მმართველი იყო, რომლის პერიოდშიც დასრულდა გაკოტრების საქმის წარმოება, TBC ბანკის ფაქტიურად მმართველობის ქვეშ არსებული სააქციო საზოგადოება NSK-დან არ მოითხოვა და არ მიუთითა ის როგორც
დებიტორი ამ შემთხვევაში, როგორც მოვალე გაკოტრების წარმოებაში. აი ანგარიში რო ამოვიღოთ, ბოლო ანგარიში გაკოტრების მმართველის. იქ საუბარია მხოლოდ 480,000 ლარზე. რომელიც ის რომ უნდა მიიღოთ NSK-დან რაიმე თანხა, ეს არ იყო საუბარი. კი 2012 წელს ახსულების ეროვნულ ბიუროს ბატონი ნიკა მელია ხელმძღვანელობდა. არ მახსოვს. კი მე მახსოვს და შემდეგ რამდენიმე საქმეზე მას მოუწია, ასე ვთქვათ, კითხვებზე პასუხის გაცემა ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში, ნოემბერშიც. ბატონო ალეკო, თქვენ გქონდათ შეკითხვა? ბატონო როინ, რამდენადაც ჩვენ შევიტყვეთ ბატონი ჯემალის მონათხრობიდან, მას აქვს არაერთი მიმდინარე დავა ამჟამად სასამართლოში. ყველა ასეთ დავაზე, რა თქმა უნდა, გამამართლებელი განაჩენის დადგომის ნაწილში არ გულისხმობს. სამოქალაქო ან და ადმინისტრაციულ დავებს გულისხმობს. თქვენ ბრძანდებით მისი წარმომადგენელი? მე ვარ წარმომადგენელი მის ორ ადმინისტრაციულ დავაში და ერთ სამოქალაქო დავაში, რომელიც მცხეთის სახლს შეეხება და შპს კოკო არის ასეთი მეფრინველობის ფაბრიკა იყო, საგადასახადო დავა გვაქვს ამასთან დაკავშირებით და შპს ნავთობი, რომელიც იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მგონი ისიც ამის რუგლივად საგადასახადო დავა გვაქვს. ჯერ პირველ ინსტანციაში და ამიტომ. ბატონო როინ, ესე იგი 27 მარტს თქვენ რომ ელოდებით ამას ეს მაგნატია ხო, ბოდიში ეს მე 4-ია. აქაც ხართ. ესე იგი 4 გამოვიდა. 4 გამოვიდა, დიახ. ესე იგი ეს ერთი დავა ჩვენ რომ მოვინიშნოთ მცხეთის სახლთან დაკავშირებული მეფრინველობის შპს კოკო, ასე ქვია და შპს ნავთობი. და შპს ნავთობი. აი ეს სამი დავა რა ეტაპზეა რომ გითხრათ და მცხეთის სახლთან დაკავშირებით ცოტა მეტი ფაქტობრივი გარემოება რომ გითხრათ. შპს კოკოსთან დაკავშირებით ადმინისტრაციული აქტის ბათილობასთან დაკავშირებული დავა, რომელმაც უკვე მოიარა ერთი ასე ვთქვათ უზენაესამდე უკან დაბრუნდა. ჩვენ სხვადასხვა მოტივით ავზარით, არა აქტის გამო, იქ უბრალოდ ნახეთ იმ პერიოდში რაღაცა გაშვებული ჰქონდათ გასაჩივრების ვადები და რადგანაც გასაჩივრებული იყო ჩვენ ახლად აღმოჩენილი გარემოები დავიწყეთ დავა, შემდეგ როგორც არა აქტი, ანუ სხვადასხვა მიმართულებით დავიწყეთ და ბოლოს ანუ არ დაგვიკმაყოფილდა ეს სარჩელები და დავრჩით მგონი ახლად აღმოჩენილი გარემოებით აგვაქვს ბოლო ისა დავა დაწყებული, რომელიც პირველ ინსტანციაშია შპს კოკოსთან დაკავშირებით და რაც შეეხება ნავთობთან დაკავშირებით ესეთ პირველ ინსტანციაშია ჯერ პროცესი ჩანიშნული არ არის. ნუ მაგნატი სრულდება 27 მარტს და მცხეთის სახლთან დაკავშირებით მე ცოტა გვიან ჩავერთე, ერთი წელია რაც ჩავერთე. უბრალოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. რამდენიმე წელია უკვე პირველ ინსტანციას ვერ გავცდით ჯერ. მცხეთის სახლთან დაკავშირებით ფაქტობრივ გარემოებებზე ხომ არ გვეტყვით რამეს, ისე რომ სასამართლო პროცესი არ დავაზიანოთ. ნუ სარჩელის არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება განვაცხადო, უბრალოდ ბათილობებია იმ გარიგებების, რომელიც მოხვა მას შემდეგ რაც ბატონმა ჯემალმა დაიბრუნა საკუთრება, ასე ვთქვათ, საახსრულებო ბიუროს აქტები იქნა გაუქმებული და საკუთრება დაიბრუნა, ამის მერე მოხდა გაჩუქება, მერე გაყიდვა, კიდე გაყიდვა. ანუ რამდენიმე გარიგება დაიდო ამის შემდეგ და ამ ყველა გარიგების ბათილობაზე გვაქვს შეტანა, ასე ვთქვათ, სარჩელი. თქვენ ალბათ შეძლებდით რიტორიკული კითხვა სარჩელის ჩვენთვის გაზიარებას. მე მგონი როგორც რადგანაც მოქმედი საქმეა და როგორც ადვოკატმა რა ვიცი რამდენად აქვს უფლება, თუმცა თუ თქვენ გაქვთ უფლება რომ სასამართლოდან გამოითხოვოთ მასალები, ალბათ სასამართლოდან გამოითხოვოთ. ხო, ალბათ უმჯობესი იქნება სასამართლოდან გამოითხოვოთ. ასე გირჩევნიათ, კი ბატონო. მაშინ მაინც იქონიეთ მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელიდან ან სარჩელს მიღმა მცხეთის საცხოვრისთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები რომ მოგვაწოდოთ.
ამის ვალდებულებაც გაქვთ, ამიტომ წერილობით მოგმართავთ. ბატონო. თქვენ ანდა ბატონ ჯემალს ორივეს. წევრებს ხომ არ ექნებოდათ შეკითხვა. მე მექნება ერთი კითხვა აი ამ მაგნატის ოფისში, როდესაც შედგა შეხვედრა. ეს დაახლოებით რა პერიოდი იყო და წყალსადენის ქუჩაზე მხოლოდ გიორგი ასლანიკაშვილი იყო მოვლენილი TBC ბანკიდან თუ სხვა ვინმე და შინაარსი უფრო დეტალურად რო გითხრათ დიალოგი როგორ გაიმართა და რა ითქვა. მე გამიჭირდება, იმიტომ რომ ასლანიკაშვილის თან ჩემი შეხება იყო უბრალოდ NSK-ს დაფუძნების ან დამფუძნებელ დოკუმენტებთან დაკავშირებით მონაწილეობა, თორე ეს კონკრეტული დიალოგები ჩემთვის უცნობია, იმიტომ რომ რაღაც საკითხები ჩემს გარეშე წყდებოდა. მე ვიყავი მხოლოდ სამართლებრივ საკითხებში ჩართული. გასაგებია. და რაც შეეხება ბატონი ბუცხრიკიძის ულტიმატუმს, ეს უკვე TBC-ის ოფისში ხდება. ეს იყო TBC-ის ოფისში, კი. თქვენ რატომ აღიქვით, რომ ეს იყო ულტიმატუმი? ბატონი ბუცხრიკიძე ხო არ იყო და აი მე მოვედი რომ შეგატყობინოთ ულტიმატუმის შესახებ. ეს არის თქვენი შეფასება. რამ გაფიქრებინათ რომ თუ არ მოაწერთ ხელს ჩაიშლება მოლაპარაკება. დიახ. ეს არის ულტიმატუმი, ამის გამო აღიქვით. კი ბატონო. და რატომ იყო თქვენთვის მიუღებელი მოლაპარაკების ჩაშლა? იმიტომ რომ რამენაირად მინდოდა ის 5% გადამერჩინა ბატონ ჯემალისათვის, იმიტომ რომ თუ იმ 5%-საც დაკარგავდა, აღარაფერი რჩებოდა. ამიტომ მე ჩაჭიდებული ვიყავი ამ 5%-ზე. გასაგებია. და სწორედ ამიტომ აღიქვით ეს როგორც ასე ვთქვათ ულტიმატუმი. და ის ასე ვთქვათ ბატონმა ჯემალმა თქვა რომ ბატონი ბუცხრიკიძეო აგრესიულიც იყო და ეს ასე იყო თუ უბრალოდ მისი გამონათქვამებიდან გამომდინარე? არა, აგრესიული არა, უბრალოდ კაცრი ტონით ნათქვამი იყო. დიახ. და ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას კიდევ? ესე იგი ბუჩუკური, ბატონ ჯემალის წარმომადგენელი, იურისტი TBC ბანკის, რომელმაც მოამზადა ეს შეთანხმება და დანარჩენები აღარ მახსოვს. მე მგონი კიდე იყვნენ ვიღაცეები, ახლა ვეღარ ვიცი. ბატონი ჯემალისგან თქვენ და ბატონი ბუჩუკური, ხო? მე და ბატონი ბუჩუკური, დიახ. TBC ბანკის იურისტი ხომ არ გახსოვთ ვინ იყო? მე მგონი სახელად არჩილი ერქვა, თუ არ ვჩდები, ჩემი ყოფილი სტუდენტი იყო. არჩილი, ოღონდ გვარი აღარ მახსოვს. კი ბატონო. ბატონო როინ რომ მარტივად არ გამოვა ეს ამბავი, მაგრამ მაინც რომ შევეცადოთ, აი შევაჯამოთ რა მოხდა ბატონი ჯემალის თავს. თქვენ ყველა პროცედურა იცით, ყველა ნაბიჯი რა, რომელიც შემდეგ გადაიდგა, მთელი ჯაჭვი მოვლენების არის თქვენს თვალწინ და თქვენს ხელში. როგორ შეფასებას მისცემდით ამ საქმეს? ნუ ყოველ შემთხვევაში ბატონ ჯემალს ჰქონდა ისეთი ბიზნესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ღირებული ბიზნესია და შესაბამისად სახელმწიფო ამ ბიზნესს ხელიდან არ გაუშვებდა. მე როცა სახელმწიფოს ვამბობ, გულისხმობ სახელმწიფოს თანამდებობის პირებს, რომლებიც იმ პერიოდში ბიზნესში იყვნენ ჩართულნი. უბრალოდ მას არ შეარჩინეს, ჩამოართვეს ის ბიზნესი, რომელიც იყო ასე ვთქვათ, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ბიზნესი შემოსავლის თვალსაზრისით და კერძო პირს უბრალოდ არ მისცემდნენ ამ ბიზნესის გაკეთების უფლებას. ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჩინოვნიკების, მათი კონტროლის ქვეშ და ასე შემდეგ. მე რა თქმა უნდა ეს დაბეჭდილება დამჩა და ბატონ ჯემალი უბრალოდ გახდა მსხვერპლი აი ამ ბიზნესების ჩამორთმევის მოვლენის. გასაგებია და ბანკი ხომ ჩინოვნიკი არ იყო და აი ბანკის როლი, TBC ბანკის როლი თქვენ რაში დაჭირდა? ბანკების მეშვეობით ხდებოდა, ახლა ნახეთ ძალიან ბევრი გამიგია კიდევაც და ზოგიერთი ასე ვთქვათ ფაქტის მონაწილეც ყოფილვარ, როდესაც ბანკებს მაგალითად კრედიტი მიუციათ იმისათვის, რომ მე ასე ვთქვათ საკრედიტო მარწუხებში ჩაეგდო სუბიექტი და ასე ვთქვათ ბიზნესი წაერთმიათ. ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, ახლა მე ჩემი 25 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში ეს არაერთხელ შემხვედრია და არაერთხელ მომისმენია, ისე რომ ჩემთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ ბანკის მეშვეობით ისე როგორც შემოსავლების სამსახური, საგადასახადო ინსპექცია იყო ერთ-ერთი ბერკეტი იმისათვის, რომ შესულიყვნენ
გამოგონილი გადასახადები დაეწერათ და შემდეგ ამ გადასახადების მეშვეობით ხელში ჩაიგდოთ ბიზნესი და ის კანონი, რომელიც 2007 წელს მიიღეს, გადახდის უნარობის კანონი და მე ამას ბენდუქიძის კანონს ვეძახი, სწორედ იქითკენ იყო მიმართული ძალიან მოკლე ვადაში ბანკს და შემოსავლების სამსახურს როგორ ჩაიგდოთ ხელში ის ბიზნესები, რომლებიც საინტერესო იყო მათთვის. ორი ძირითადი კრედიტორისთვის დაიწერა ეს კანონი, ბანკებისთვის და შემოსავლებისათვის. კი ბატონო, და რისი გასწორებისთვისაც ჩვენ მრავალი წელი დავხარჯეთ და როგორც იქნა მივიღეთ სხვა ტიპის ნორმები რამდენიმე წლის წინ და ამისთვის თქვენ მინდა სხვებთან ერთად მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ როდესაც ხარვეზებს სწავლობდით თუ რა ხარვეზი აქვს გაკოტრების პროცედურას, ადვოკატების ჩართულობა, მათ შორის პირველ რიგში ისეთი ადვოკატების, როგორც თქვენ ბრძანდებით, იყო მახსოვს იუსტიციის სამინისტროს უწყებათა შორის საბჭოში ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენ უკვე მივიღეთ ის საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც რეაბილიტაცია პრიორიტეტი და არა მიზანმიმართულად კომპანიის გაკოტრება და მით უმეტეს რესკტრიდან ამოვიწყვა სამუდამოდ. სხვათა შორის ერთი ფაქტი გამახსენდა რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, როდესაც ეს ინიციატივა ბატონ ჯემალის გამოდიოდა, რომ ის კერძო კრედიტორები, რომლებიც დაუკმაყოფილებელნი დარჩნენ, მათ განცხადება გააკეთეს, მე ვეხმარებოდი ამ განცხადების გაკეთებაში, ვიმართეთ სასამართლოს, რომ რეაბილიტაციაზე გადაგვეყვანვა მაგნატი, მაგრამ ეს არ გამოვიდა, უარი უთხრეს ამ კრედიტორებს, იმიტომ რომ უმცირესენი იყვნენ, საჭირო იყო 50%-ზე მეტი კრედიტორის, ასე ვთქვათ, მოთხოვნა და ეს რეაბილიტაციის თემაც ჩაიხურა, ჩაიშალა. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვა, ბატონმა ჯემალმა არაერთ სატელევიზიო გამოსვლაში და დღესაც თქვა, რომ რამდენიმე ხნის წინ, ზოგჯერ თქვა 2 თვე, ხანდახან 3 თვე, ყოველ შემთხვევაში ცოტა პერიოდის წინამდე ამბავს ყვება, მე გამოვითხოვეო რეესტრიდან მაგნატის შესახებ ინფორმაცია და დღესაც მას აქვს ქონება. რა ქონებაზეა საუბარი? აქ საუბარია 5 კომპანიაზე, სადაც მაგნატი გვევლინება 100%-იანი, 70%-იანი, 50-იანი და 40%-იანი წილის მესაკუთრეთ. ანუ ნახეთ მაგნატი იმიტომაც არ უნდა ამოშლილიყო რეესტრიდან და გაკოტრებულიყო, რომ მას იმ პერიოდში ჰქონდა კომპანიები, სადაც 100%, 70, 50, 40% წილი ჰქონდა. და ახლა ამ წილის უკან კიდე ამ ქონებებს რა ღირებულება გააჩნდათ, ეს კიდე სხვა ესეც შესაძლებელი იყო და გაკოტრების მართველებს ესეც უნდა მოეძიათ. ეს მოქმედი კომპანიებია და ერთ-ერთი მაგალითად გაკოტრების რეჟიმში ამ წუთში შპს ტიფლისი 3-7-იანი, ხოლო დანარჩენები იყო ის კომპანიები, რომლის უკანაც რესტორნები და სასტუმროები იყო. გასაგებია. წვანე კონცხი და ასე შემდეგ. უძრავი ქონება და სხვა რაღაცა, რომელიც გამოაცალეს ახლა იმ კომპანიებს, როგორც ჩემთვის ცნობილია და ამ წილის ღირებულება შეიძლება ისეთი დიდი აღარ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე მილიონიანი ღირებულების წილი იყო იმ პერიოდში, როდესაც მაგნატი არსებობდა. კარგი, ბატონ პარტას გაუჩნდა ამას. როგორ გამოაცალეს ეს ქონებები, ხო არა გაქვთ ინფორმაცია ამაზე? სხვადასხვა ბანკების ვალებით და ასე შემდეგ. იქაც რესპუბლიკა ბანკის თემა იყო ჩართული, გონი და ბატონო? ხო, რესპუბლიკა ბანკის და აი ეს მწვანე კონცხი განსაკუთრებით აქ რომ სანაპიროსთან რესტორანი რომ იყო სახელი დამოვიწყდა, ეხლა რომ ქართული სახლია, მახსოვს იმ რესტორანში შეხვედრები, ბატონ ჯემალთან შეხვედრებზე მივსულ ვარ და ეს მისი იყო ეს რესტორანი. გვირილა ერქვა, აღარ მახსოვს, აი დინამოს უკან, დინამოს სტადიონის უკან, ეხლა რომ ქართული სახლია, ის იყო რესტორანი იყო, ბატონ ჯემალი იმას აკეთებდა, რა ქვია, ჩამოტანილი ქონდა გერმანული ლუდის სახარში ისენი, როგორ მახსოვს რო აპირებდა ლუდის წარმოება. გვირილა ერქვა მე მგონი, ხო? ისე რომ ეს წილები დღესაც არსებობს და 27 მარტს, როდესაც აი ჩვენ წინა პროცესზე ზუსტად ამაზე გავაკეთეთ აქცენტი სააპელაციო სასამართლოში, რომ მაგნატი თუნდაც იმიტომ უნდა გაცოცხლდეს, რომ ამ წილებს მიხედოს. სხვანაირად როგორ შეიძლება წილი არსებობს? ბოდიში კიდე ერთი მცირე დაზუსტება, ანუ როდესაც გაკოტრების საქმე დასრულდა, ეს ქონებები ჯერ კიდევ ამ შვილობილ კომპანიებზე იყო. იყო და მაშინ არ იყო, დღესაც არის.
არა, სხვა რამე. მაშინაც კი, იმიტომ რომ აი რესტორანი მაგალითად ეს კომპანიები მანამდეა შექმნილი, აი 2005-ში, 6-ში, ანუ წილები რა ნახეთ ბატონო, რაც გულისხმობს 2012 წელს გაკოტრება რომ დასრულდა. აი იმ მომენტში შეფესე მაგნატი 2006 ქონდა წილები სხვადასხვა კომპანიაში და ამ სხვადასხვა კომპანიებს, ანუ შვილობილ კომპანიებს ჯერ კიდევ ქონდათ ეს ქონებები და არ იყო გამოცლილი მაგ დროისთვის, ხო? არა. კი ბატონო. დიახ, ჩვენ აი ზუსტად უზენაესმა სასამართლომ მოითხოვა შეემოწმებინა 2012-დან 14 წლამდე რა ქონებები გააჩნდა მაგნატსო და ჩვენ წარუდგინეთ ზუსტად ეს დოკუმენტები ამ მონაწერები, სადაც წერია რომ მაგნატი ჯერ კიდე 2007-8 წელს შექმნილი კომპანიების მოწილია დღესაც და ეს კომპანიები დღესაც არსებობს და ჩანაწერი წერია რომ მაგნატი 2006 დამფუძნებელი პარტნიორი. ბატონ როინ, ჩვენ ეს კითხვა ბატონ ჯემალს დავუსვით და დაგვეთანხმა შეფასებაში, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება ახლა განმეორდები თქვენის მხრიდან, როგორც ადვოკატის მხრიდან, თქვენ პრაქტიკულად ნაწილობრივ და ადასტურეთ კიდევაც, რომ იყო მაშინ ის პერიოდი, როდესაც ასეთ წარმატებულ ბიზნესს და ასეთ მსხვილმასშტაბიან ბიზნესს არავინ არ აპატიებდა არავის თუ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი ან დაახლოებული პირი არ იყავი. ნუ ეს რომ ესე იყო, ყველა მიცის. და აი ეს მონაყოლი რაც დღეს ჩვენ და საზოგადოებამ ნახა, აი ესეთ სურათს გვაჩვენებს, რომ მაშინდელი თანამდებობის პირი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი, რომელმაც მოინდომა რომ ბატონი ჯემალის ბიზნესი წაეღო, შეთავაზებას უკეთებს ბატონ ჯემალს, რომ მისი ბენზინი გაყიდოს. რაზეც უარი მიიღო და ამ უარის შემდგომ მყისიერად უკვე დროებით კეზერაშვილი ქრება, მაგრამ საქმეში ერთვება TBC ბანკი იმით, რომ ვადაზე ადრე უკანონოდ თხოვს დაფაროს ბატონმა ჯემალმა და მისმა კომპანიამ ვალი $3 მილიონი ოდენობით. რა ძალიან გაუჭირდა ბატონ ჯემალს, მაგრამ მოახერხა და დაფარა ეს $3 მილიონი და მყისიერად ამის შემდგომ, როგორც ვიცით, ბატონ ჯაფარიძეს მოეწონა ჭყალებში ფერები კომპანიის და სთავაზობენ ბატონ ჯემალს, რომ 25% TBC ბანკი შეიძენს ამ კომპანიიდან. შეფასება ხდება $7.5 მილიონი და ხელშეკრულების წილის შეფასება 25%-ის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ეუბნებიან, რომ $7.5 მილიონი ნაცვლად TBC ბანკი გადაიხდის ამ წილში $3 მილიონ. ამის შემდგომ ხდება გადაფორმება ქონებების და როგორც აღნიშნა ბატონმა ჯემალმა და როგორც ფაქტები არსებობს, ბოლო ქონების გადაფორმის დღესვე აკავებენ ბატონ ჯემალ ლეონიძეს. პატიმარ ლეონიძესთან უკვე TBC ბანკი ისევ აგრძელებს ურთიერთობას. ერთ-ერთი ეპიზოდი არის თქვენც რაც დაადასტურეთ, მათ შორის ბატონი ბუცხრიკიძის ულტიმატუმები პატიმართან წილის გადაფორმებასთან დაკავშირებით და საბოლოოდ ისევ ჩდება არენაზე ბატონი კეზერაშვილი, რომლის ფლობელობაშიც გადმოდის აი ეს წილები, ძირითადი წილები. რეალურად ის მოხდა, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ბატონი კეზერაშვილი გამოჩნდა თავში, როცა შესთავაზა ბენზინის გაყიდვა და უარის შემდგომ გამოჩნდა ბოლოში, როდესაც მან მიიღო რეალურად ის, რაც უნდოდა თავში. მაგრამ ამ ყველაფერში TBC ბანკი ფიგურირებს თავიდან ბოლომდე, როგორც წილების გადმოფორმებაში და მე ფულის გადაუხდელობაში და ასევე შემდგომ აი ამ წილის კეზერაშვილისთვის გადაფორმებაში. აი ეს რეალური სურათია ძალიან მოკლედ, რაც დღეს საზოგადოებამ იხილა, ანუ ხელისუფლებამ რეალურად ბიზნესი დაარეკეტა TBC ბანკის მეშვეობით. გეთანხმებით. დიდი მადლობა დათანხმებისთვის. წევრებს თუ არ აქვს შეკითხვები, მადლობას ვუხდი კომისიის სახელით ბატონ როინს და წარმატებებს უსურვებ. წარმატებები თქვენ.